ხვიჩა კვარაცხელია თუ რამაზ შენგელია, ვინ არის საუკეთესო ხელოვნური ინტელექტის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელია და რამაზ შენგელია, ორი ეპოქის ვარსკვლავები. ერთი დინამოს ლეგენდა, მეორე გლობალური საფეხბურთო სიმბოლო. მაგრამ თუ ხელოვნურ ინტელექტს გკითხავთ, ვინ არის საუკეთესო? მოდი ვნახოთ. რამაზ შენგელია, ოქროს თაობის გმირი. მეშვიდე ნომერი დინამო თბილისიდან, რომელმაც 1991 წელს ევროპა დაიპყრო. სწორედ მისი გოლი დაეხმარა დინამოს ბუდაპეშტში, სადაც ქართულმა გუნდმა კავკასიური თავმდაბლობით აიღო ევროპის თასი, თასების მფლობელთა თასი. შენგელიას სტილი იყო დახვეწილი, ელეგანტური, ლოგიკური. მისი სირბილი, დინამიური, დრიბლინგი, ოსტატური და განლაგება მოედანზე თითქმის ყოველთვის იდეალური. 1991 წელს ის დაასახელეს სრკისლის ფეხბურთელად, იმპერიის ნომერი პირველი. მაგრამ იყო ერთი პრობლემა, დრო. მაშინ, როდესაც საქართველოს საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, მისი ვარსკვლავები მხოლოდ რუბიკონის მიღმა ანათებდნენ, თავიანთ ხალხში, თავიანთ ქალაქში, მაგრამ არა მსოფლიომდე. ხვიჩა კვარაცხელია უკვე სხვა ისტორიაა. მისი ფეხები ნაპოლის ლეგენდა გახდა. მისმა დრიბლინგმა და ხედვამ სერიას შეცვალა ტემპი. მისმა თამაშმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მსოფლიო რუკაზე დააბრუნა. ის გახდა იტალიის ჩემპიონი, შემდეგ გადავიდა ფსში, ფრანგულ გრანდში. და მაინც მის გულში ყველაზე მნიშვნელოვანი დარჩა საქართველო. მისი ველი ბევრად უფრო დიდი იყო, თითოეულ გოლთან ერთად, თითოეულ კამბეკთან ერთად, ის არა მხოლოდ მატჩებს იგებდა, არამედ სახელმწიფოს იმიჯს ქმნიდა. ხელოვნური ინტელექტის დასკვნა მკაფლად ჟღერს, შენგელია ლეგენდა, კვარაცხელია ეპოქა. შენგელიამ წარსული გააბრწყინა. ხვიჩამ აწმყო და მომავალი ერთდროულად შექმნა. ერთი კაცი საბჭოთა დინამოში, მეორე მსოფლიო დინამიკაში. ეს არის ორი თავი ერთი წიგნიდან, ქართული ფეხბურთის ისტორიიდან. მაგრამ ფინალურ გვერდზე ფურცლის ზედა კუთხეში დიდი ასოებით ეწერება ხვიჩა.